ურთიერთობის დამყარების საუკეთესო მეთოდი, ინფორმაციის მოწოდების ყველაზე ოპერატიული საშუალება და თემატური მრავალფეროვნებით გამორჩეული ეს Facebook-ია. Facebook-ი საკმაოდ აქტიური საიტია ქართულ ინტერნეტ სამყაროში. მას იყენებს თითქმის ყველა ქართველი, რომელსაც შეხება აქვს ინტერნეტთან. Facebook-ი არა მარტო კარგ და სწრაფ საკონტაქტო საშუალებას წარმოადგენს, არამედ იგი მოიცავს ისეთ სფეროებს, რომლითაც თითქმის ყველა კატეგორიის, ასაკისა და სქესის მიზიდვას ახერხებს. სოციალური ქსელით შესაძლებელი გახდა ქალაქში მცხოვრებ ადამიანსაც ჰქონდეს საკუთარი ფერმა, რომლის მოვლითაც თითქმის ყველა Facebook-ის მომხმარებელია დაკავებული. მათ შორის არაერთი ცნობილი და საკმაოდ საქმიანი ადამიანი შეხვდებათ. Facebook-ი არც მატარებს წყვეწგულს და მათ საშუალებას აძლევს ყავდეთ საკუთარი კატა და ჰქონდეთ აკვარიუმი ფერადი თევზებით, რომელზე ზრუნვასაც პატარების გარდა დიდებით საკმაოდ დიდ დროს უთმობენ. მე Facebook-ის ხშირი მომხმარებელი ვარ. უმეტესად ვეკონტაქტები მეგობრებს და ასევე ვთამაშობ. მაქვს ჩემი ფერმა და მყავს საყვარელი ცხოველი პეტი. Facebook-ის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი ვარ. მასში შევდივარ სიახლეების გასაცნობად და მეგობრებთან სალაპარაკოდ. საინტერესო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს Facebook-ი ყველაზე ჭორიკანე ადამიანებისთვისაც კი. თქვენს თუ მაცავით ცნობის მოყარე ხართ, შედით Facebook-ში და გაიგეთ თქვენთვის სასურველი გადაცემების ანონსი, საყვარელი მომღერლის ტურნეს თარიღები, ან სულაც გაიცანით ანონიმურად დარეგისტრირებული პირისაგან გავრცელებულ ჭორებს. Facebook-ზე დადებული ინფორმაციით ძალიან ხშირად სარგებლობს ქართული მედია და ხშირად ქართულ საინფორმაციო პროგრამებში გვესმის ფრაზები, როგორც Facebook-ში შევიტყვეთ. ამ სოციალურ ქსელში არაერთი სკანდალი აგორებულა. არაერთი თემა, რომელიც პირველად Facebook-ში დაიდო, გაცდა ინტერნეტის ფარგლებს და საყოველთაო მსჯელობის საგანი გახდა. ხელოვანი ადამიანებისთვის Facebook-ი თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. არაერთი ცნობილი და ენერგიული სიმღერის ავტორი გია ნიკოლაძის 2 წელია Facebook-ის მომხმარებელია. ის აქ წერს ლექსებს და ახდენს თვითრეალიზებას. მე ძირითადად აქ მიზიდავს ის, რომ აქ ვახდენ იმის რეალიზებას, რაც ჩემში დაგროვილია და მე ესე ვფიქრობ, რომ უფლება არ მაქვს, რომ ამის რეალიზება არ გავაკეთო. აი ესეთი ვარიანტი გამოდის. თქვა კუპლეტი არის ესეთი სტროფები თავი, მან მე მაჯაზე მომკიდა ხელი და მკითხა მოგწონს ეს წვანეველი, შეხედე ნახე რა ლამაზია, რა მიმზიდველი და რა ნაზია. მკითხა არ მოგწონს ბუნების ხმები, ჩიტის ჭიკჭიკი, მთავარის ხედი, ქარს უხმო, ჩარცო რაღაც მანქანა და ქართან ერთად მეც გამაქანა. ბევრი რაღაც სტროფები და ბევრი სტრიქონები დამამატებინა. აი როცა ეს ჩატში ხარ ჩატში როგორ ან ჩატში ან უბრალოდ კონტაქტში რო ხარ ხო? იქ რაღაცა მოდის თავისით რაღაცეები და ბევრი სტრიქონი დაემატა, გაწერინებს. ვაკვირდები თან გამოცდაზე გაქვს უგატანილი, გაიგე, ხვთები მოწონთ, არ მოწონთ, ვარგა ან ვარგა. ადამიანებს ამ საიტის საშუალებით შეუძლიათ გაეცნონ როგორც ცნობილი, ასევე ბევრი უცნობი პოეტის და მწერლის ლექსებს და მოთხრობებს. გია ნიკოლაძისგან განსხვავებით არც ისე ცნობილია სახელი და გვარი გვანცა კერესელიძე, მაგრამ Facebook-ის მომხმარებელი კარგად იცნობს მის შემოქმედებას. მისთვის სოციალური ქსელი თავისი ლექსებისა და მოთხრობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. მე ვიტყოდი, რომ ყოველთვის შეიძლება Facebook-ი გამოიყენო, გარდა იმისა, რომ თუ რაღაცა შეგიძლია და რაღაცა მხრივ გაქვს იმის ნიჭი, რომ რაღაცა შექმნა, არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ ეს გააცნო იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენ გინდა რომ გააცნო. ეს არის ურთიერთობის არაჩვეულებრივი საშუალება და გარდა ამისა არის ასე ვთქვათ რაღაც ჯადოსნური ხერხი იმის, რომ გაუნძრელოთ სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლია იყო ყველაფრის მონაწილე, რაც ხდება ირგვლივ. ჩემი ლექსები ფაქტიურად, რაც მე მქონდა და რაც მაქვს, ჩემი უახლოესი მეგობრები გარდა არავინ არ იცოდა და არასდროს არც მიფიქრია ის, რომ რაღაც ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო. Facebook-ის საშუალებით მოხდა პირიქით, რომ ძალიან ბევრი გამოეხმაურა. Facebook-ი ქართულად სიტყვასიტყვით სახის წიგნს ნიშნავს. ის ამართლებს კიდეც თავის სახელს. აქ ადამიანებს თავიანთი მიდრეკილებების, ნიჭის და სახის წარმოჩენა საუკეთესოდ შეუძლიათ.